ვინ დაავალა რევაზ კიკნაძეს ხელსახოცის სროლა აქციაზე, ვის მითითებას ასრულებდა ვალერი თეთრაშვილი. ეს კითხვები სააპელაციო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის ხდომაზე დასვეს ადვოკატებმა. მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ პატიმრები უდანაშაულოები არიან და მოითხოვეს გაუქმდეს მათ მიმართ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი. დღეს ხდომაზე მსჯავრდებულებს სიტყვით არ უსარგებლიათ განსასჯელი სკამზე შედან. ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანუარ ჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბოა, მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი. ისინი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ და 2 წლით პატიმრობა შეუფარდა. სააპელაციო ხდომის დეტალებს მარიკა ბოლქვაძე მოგვიყვება. ჯახსაფო სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მეორე ინსტანციის სასამართლოში სინდისის 11 პირის სასამართლოს ხდომა. დღევანდელ ხდომას პირადი გადაწყვეტილებით არესტრებოდნენ სინდისის პატიმრები რეზო კიკნაძე, გურამ მირცხულავა, რუსლან სივაკოვი. არც დასკვნითი სიტყვით უსარგებლია დღევანდელ ხდომაზე არც ერთ მსჯავრდებულს, თუმცა დასკვნითი სიტყვით ისარგებლეს ადვოკატებმა. ისინი კიდევ ერთხელ მეორე ინსტანციის მოსამართლე თეა ლეონიძეს მოუწოდებენ, რომ გადახედოს და გადასინჯოს კიდევ ერთხელ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სრულად უდანაშაულოდ სცნოს 11-ვე პირი და გაათავისუფლოს სასამართლო დარბაზიდანვე. რაც შეეხება უშუალოდ იმ დეტალებს და გარემოებებს, რომლებზეც დღეს სინდისის პატიმრების ადვოკატებმა ისაუბრეს, გარემოებები ასეთია, რომ არც ერთი მსჯავრდებულის წინააღმდეგ არ არსებობს პირდაპირ მტკიცებულება ბრალეულობის დასადასტურებლად, მათ ვერანაირ შემთხვევაში ვერ მოედავება შინაგან საქმეთა სამინისტრო იმას, რომ მოქმედება იყო ჯგუფურად ორგანიზებულად შადანილი, რადგან მათ შორის არც სატელეფონო კომუნიკაციის ჩანაწერები არ არსებობს მათ წინააღმდეგ, რომელიც დაადასტურებს იმას, რომ ისინი საერთოდ ერთმანეთს იცნობდნენ. 11-ვე მსჯავრდებულმა ერთმანეთი სასამართლო დარბაზში გაიცნო. რაც შეეხება სხვა გარემოებებს, საქმეში იკვეთება მსგავსი ტიპის გარემოებაც, რომ 11 პირიდან რამდენიმე საერთოდ არ იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე. ამას გარდა ისინი ვერანაირად ვერ დაარღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, რადგან ის მოწმე პოლიციელები, რომლებიც სასამართლო დარბაზში შემდგომში ცრომოწმე პოლიციელებად იყვნენ წარმოდგენილი, იყვნენ ისინი, ვინც საზოგადოებრივ წესრიგს არ ღვევდნენ და ამის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულებებით საქმეში დევს სამხრე კამერის ჩანაწერები, სადაც ისმის თავად ცრომოწმე პოლიციელები როგორ იმუქრებიან, მშვიდობიან დემონსტრანტებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და ასევე აყენებენ შეურაცხყოფას. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვით ბრალდების მხარეს არ უსარგებლია. ბრალდების მხარე მაყურებელს შევახსენებ, რომ მოითხოვს ნინო გალუსტაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას და 11-ვე პირისთვის ბრალის კიდევ უფრო დამძიმებას, ხოლო დაცვის მხარის მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ 11-ვე პირი udანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი. იმისთვის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაირღვეს, უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი წესრიგი. იმისთვის, რომ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილო, უნდა არსებობდეს კანონიერი მოთხოვნა. საზოგადოებრივი წესრიგის ნაცვლად არსებობდა სპეციალურად მომზადებელი საწამებელი ბორბლებიანი ოთახები, ბანკანების სახით, არსებობს 500 ნაწამები ადამიანი, არსებობს უამრავი ადამიანი, ვინც უკანონოდ იქნა დაპატიმრებული, საზოგადოებრივი წესრიგი ეს არ არის. პოლიციელი, რომელიც აგინებს აქციის მონაწილეს იქნება ეს თუ ნებისმიერ სხვა პირს ქალაქის დედას ემუქრება გაუპატიურებით, ემუქრება უკანონო დაკავებით, ემუქრება სიცოცხლის მოსპობით, არ არის კანონიერი მოთხოვნა. ამდენად მარტივად არის საქმე, როდესაც ჩვენ ვითხოვდით კონტექსტის შეფასებას ვითხოვდით სამართლებრივი წარმოების მიზნებისთვის და არა პოლიტიკური რაღაც განცხადების ან შეფასების მიზნებისთვის. ერთი მოწმეც კი ირიბი მაინც ვერ წარმოადგინა ბრალდების მხარე, რომელიც დაადასტურებდა რევაზ კიკნაძეს ბრალეულობას. ზოგადად кейსთან მიმართებით რომ ვისაუბროთ, ბრალდების მხარე თელი ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოებას პირდებოდა რომ წარმოადგენდა მტკიცებულებებს, რომელიც ამოიღებდა მობილური ტელეფონიდან და დღემდე ბრალდების მხარე ვერ წარმოადგენდა მტკიცებულება, რომ ეს ბიჭები რაიმეში არიან დამნაშავეები, ასევე ვერ წარმოადგენდა მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ სახეზე იყო რაიმე ჯგუფური სახის დანაშაული, ასევე ვერ წარმოადგენდა მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები იცნობენ.
დღევანდელ სასამართლოს ხდომას მსჯავრდებული სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, მხარდამჭერები, მეგობრები ესწრებოდნენ. მათ შორის იყო საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. რაც შეეხება მათი ოჯახის სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების პოზიციას, ცხადია, ისინი მიიჩნევენ, რომ ახლა მათი ოჯახის წევრები სადამსჯელო რეჟიმის მხრიდან სადამსჯელო ღონისძიების, საჩვენებელი ღონისძიების მონაწილეები არიან იმისთვის, რომ რეჟიმმა მოქალაქეებს აჩვენონ, რომ თუ რომელიმე მოქალაქე ახლა მათ წინააღმდეგ წავან და ფიქსირებს უარყოფით დამოკიდებულებას, ყველა ამ სახით და ამ ფორმით დაისჯებიან პატიმრობით. ძალიან სუსტი არის როგორც საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდებები, ასევე გაგრძელდა ეხლა სააპელაციო სასამართლოში. ფაქტობრივად არაფერი არ აქვს ბიჭებზე, რა თქმა უნდა, არაფერი არ შეცვალა, უბრალოდ ერთი და იგივე ბუტაფორიას ვესწრებით, მხოლოდ იმიტომ, ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ ჩვენი ბიჭები ვნახოთ და რაღაცნაირი კომუნიკაცია გვქონდეს. მეტი განსაკუთრებული მოლოდინი სიმართლე რო გითხრათ, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ირაკლი ყობახიძე პრემიერ-მინისტრი და მსგავსი თანამდებობის პირები ყავს, ნამდვილად არანაირი არ გვაქვს. არა მარტო ჯანოს წინააღმდეგ, არამედ არც ერთი ბიჭის სინდისის პატიმრის წინააღმდეგ არ აქვს არანაირი მტკიცებულება. კიდევ გამიმეორდები, არაფერი რაც არ გაუკეთებიათ, იმას ვერ დაუმტკიცებენ, არაფერი არ აქვს ბიჭებს დაშავებული. იდგნენ, იცავდნენ ჩემი, მამაჩემი იცავდა ჩემი ძმისშვილების და ჩვენ ყველას მომავალს იცავდა. ამიტომ სჯიან თავიანთი სამშობლოს სიყვარულისთვის. შესაბამისად, რაც შეეხება ტელეფონებს, ფიქრობ, რომ გახსნილიც აქვთ, ნანახიც აქვთ, მაგრამ ვერაფერი ვერ ნახეს, ვერ დაამტკიცეს. გარდა ჩვენთან საუბრისა შვილებთან და ოჯახის წევრებთან. შესაბამისად, ვერაფერს ვერ ნახავენ და ვერც დაამტკიცებენ, ვერც ეხლა და ვერც მერე. და როგორც მოისმინეთ, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს არ აქვთ იმის მოლოდინი, რომ ახლა მეორე ინსტანციის სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ისინი აპირებენ, რომ მსჯავრდებულ ოჯახის წევრებთან ერთად, რომლებიც უკვე თვეებია, რაც ციხეში სხედან, უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, უსამართლოდ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე იბრძოლონ ბოლომდე იმისთვის, რომ პროცედურულად მიხვდნენ ახლა ეროვნულ დონეზე არსებულ სამართლებრივ ნაწილებს, შემდგომში უკვე მეორე ინსტანციის სასამართლოდან საქმემ ინაცვლოს უზენაეს სასამართლოში, უზენაესიდან კი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში წავა 11 პირის საქმე, შემდეგი სასამართლოს ხდომა და უკვე დასკვნითი სასამართლოს ხდომა, სადაც გაირკვევა 11 პირი უდანაშაულოდ იქნება თუ არა ცნობილი, 17 აპრილს არის ჩანიშნული.